მოგესალმებით. სამსახიობოდან გამოვედი ახლა. არ დამისრულებია ჯერ ჩემი დღეს მთელი დღე. რაღაცებს რეცხავდი. არ არის დასრულებული, კი არა ნახევარიც. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მომიწია. ასე ვთქვათ, მიტოვება საქმის. მე ხომ ამ სახლსა და იმ პატარა სახლს შორის დავდივარ იქით-აქეთ. არ ვაპირებდი ამ საღამოს ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ ეთებშებს რო რეცხავდი, რაღაცებზე ვფიქრობდი და გამახსენდა ბევრი რამე და ვიფიქრე, რომ ეს ის მომენტი იყო, როდესაც მინდა რაღაც გაზიარება და რაღაცის მოყოლა. შეიძლება სხვა დროს არ მომინდეს ესე მოყვეს და არ ვიცი მოვახერხებ თუ არა. და მიმეხვდებით თუ არა, რატომ შეიძლება რომ ეს გამხსენებოდა და რაღაც ბავშვობიდან რაც თავი მახსოვს. მე ვიყავი ჩემთვის ყველაფერი იყო ძალიან მაღალი. როგორ ახსნა ეს არ ვიცი. მე გეუბნებით ჩემს შეგრძნებებს. ჩემთვის ყველაფერი იყო მაღალი, ყველაფერი იყო დიდი, ყველაფერი იყო რაღაცა ისეთი ხან საოცრებას რო გრძნობ, საოცრებაც ესე დიდი რამეა. ხან უსუსურობას გრძნობ, ესეც რაღაცა დიდის წინაშე. შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული ზრდასრულ ადამიანებთან, შენ მათთან შედარებით ძალიან პატარა ხარ. შენ გრძნობ ამას, რომ ისინი არიან დიდები. აქ არ იგულისხმება ის, რომ ვიღაც შენზე მაღალია, ან შენზე არა, აქ იგულისხმება შენი არსებობის ყოველდღიური შენი არსებობის აზრი, რაში გამოიხატება, რაში იმყოფები შენ. და ის ყველაფერი რაც შენს ირგვლივ არის, რას წარმოადგენს შენთვის. არ ვიცი როგორ ახსნა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ შენი ბადები რაღაც პერიოდი, რომელიც არ გახსოვს, იზრდები და იმ რაღაცა მომენტიდან, საიდან რაღაც უკვე რო გახსოვს, რომ რაღაც დაიწყო შენში, რისი დავიწყებაც უკვე არასდროს აღარ იქნება. რა თქმა უნდა, მანამდე რაც იყო, ის შენ მსხეულმა იცის, შენმა მე იცის, მაგრამ შენის არ გახსოვს. ეს არის, ვფიქრობ, თავდაცვის მექანიზმი ადამიანს, რომ სულ ყველაფერი ამახსოვრდებოდეს და სულ ყველაფერი ახსოვდეს. ალბათ ძალიან რთული იქნებოდა ყველაფერთან ერთდროულად გამკლავება, მაგრამ ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი. იმისთვის, რომ შენ იბადები, რაღაცები გადახდება თავს პირველივე წამიდან და შემდეგ მთელი შენი ცხოვრება იკვლევ ამ ყველაფერს. შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვეღარც გაიგო. ან შეიძლება იცი ისეთი რაღაცები, მაგრამ ზოგი რაღაცის შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია. არის რაღაცა, რის შეცვლაც შეუძლებელია და შენ სწავლობ ნელ-ნელა როგორი ცხოვრო. როგორი ფორმულირება მისცე შენში არსებულ იმ ინფორმაციებს, რომლებსაც თავთავიანთი ადგილი აქვთ შენს გონებაში. და მოგწონს ეს შენ თუ არა, ისინი არიან. ცოტა რთულად დავიწყე, მე მგონი. ისეთი თემა არის, მაგრამ რეალურად მივადექი ყველაზე მნიშვნელოვანს.
ლოცვები. ისე მე რო გამოვედი ეზოში, ყველაფერი იქით ლაპარაკის ხმები, აქეთის, მოგვეთ. მაგრამ ძალიან მინდა ვისაუბრო ამაზე. ძალიან მინდა. ჯერ ახსნი, როგორ სიტუაციაში ვარ ახლა მე. რა გრძნობებში ვარ, რა ემოციებში ვარ, რა განცდებში ვარ. და რატომ ამ ბოლო დროს მოვედი აი ამ რაღაცა შინაგან მდგომარეობამდე. ეს არის მომენტი, შინაგანი მდგომარეობა, როცა შეხვდი შენს თავს თითქოს წარსულიდან, რომელიღაცა დღიდან ბავშვობის მოხვედი აი ამ დღეში და შეხვდი აი ამ შენს თავს. უყურებ მას, აკვირდები, სად მოვიდა ის, როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს. და ეს შენმა აი აქ მყოფმა თავმაც იგრძნო. შენმა შინაგანმა ბავშვმა მოგაკითხა იმან რომელიღაცა დღე აირჩია, რომ აი ამ დღიდან მოვედი შენთან, მოვიდა და გაგახსენა, აი მე ის ვარ. აი იმ ოთახში რო იყავი, ორი ლოგინი რო იდგა რკინის. ფანჯარა არ იყო ჩადგმული ჯერ და იყო რაღაცა იყო ჩამოფარებული ფანჯარაზე. ისეთი ცელოფანი რო იყურები ფანჯრიდან, ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ ზუსტად იცი რა არის აივანი და აივნიდან გადახურებ ზღვას, იმიტომ რომ კარს რო აღებ გადიხარ აივანზე და იმდენად დიდხანს უყურებ და ისე კარგად აკვირდები ყველაფერს, რომ აი ამ ცელოფნიდან, რომელიც არ არის გამჭირვალე, შენ იცი, რომ იქ არის აივანი და იქით არის ზღვა და შენ ყველაფერი ეს იცი, გრძნობ, არ გინდა თვალებსაც დახუჭავ და ხედავ და თავს დაცულად გრძნობ. აი ამ ოთახში, სადაც უბრალოდ არის ეს ცელოფანი, ეს ორი ლოგინი რკინის, სადაც მე და ჩემს დას გვეძინა. აი იმ ლიკამ მომიკითხა დღეს. ხომ არ გინდა გაიხსენო? რატომ გამახსენდა ეს? დღეს ვიგრძენი, რომ მე ისევ დედიკო ვარ. დედა. და დედის როლი ჩემთვის არ არის როგორ გითხრათ, მარტო იმ მომენტიდან და იმ დღიდან, როდესაც შვილი გამიჩნდა. მე ყოველთვის გრძნობდი, რომ დედა ვარ, არ ვიცი ამის ახსნა როგორ შეიძლება ადამიანებისთვის, მაგრამ მე ძალიან ადრეულ ასაკში ვიგრძენი ეს რას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ფიზიკურად მე არ ვიყავი დედა და არავის დედა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ეს რაც ახლა მე მაქვს, ჩემი შვილების მიმართ, იყო ჩემში. ძალიან დიდი იყო ეს. ახლა რა თქმა უნდა, უფრო დიდია, მაგრამ ეს ჩემში იყო და იზრდებოდა ნელ-ნელა. უბრალოდ მე ამას არ ვაქცევდი ყურადღებას და იმიტომ რომ სხვა ინტერესები მქონდა ცხოვრებაში და უბრალოდ არ ვიცნობდი ჩემი ცხოვრების გზა როგორი იქნებოდა. მომიკითხა იმ ლიკუნამ და გავიხსენე ის პერიოდი, როდესაც მე და დედიკო ვიყავით და ბავშვები. აი, მე როგორ ხედავ ახლა ამ სიტუაციას ჩვენს ოჯახში. როგორ ხედავ ჩემ თავს. მე იმას კი არ ხედავ, რომ ჩვენ ბავშვები და დედა. არა. მე ხედავ, რომ მე დედიკო და ბავშვები.
ამას ვხედავ მე და ეს მახსოვს, ამას ვგრძნობ მე. სულ ვიცოდი რა თქმა უნდა მაშინაც, რადგან დედიკო ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა. ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს შესამჩნევი ბევრი რამე, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ჩვეულებრივი ისტორია იყოს, იმიტომ რომ ბევრი ასეთი ისტორია არსებობს. არავის არ გაუკვირდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დედა ჩემმა ძალიან რთული დღეები გამოიარა მარტომ, მაგრამ ჩემთან ერთად და მერე ჩვენ ყველანი ერთად. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ ზაფხულობიცადმე მივდიოდით და იყო ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა კარგი მომენტები, ამ შემთხვევაში მე ჩემს თავზე ვამბობ. რაც არ უნდა იყოს, ეს არის იცით როგორ აიშვებულებაში, რომ მიდიხარ რაღაცა ძალიან ისეთი გადატვირთული სამუშაო დღეების მერე და თითქოს ეს ცხოვრება არის მუშაობა. არა, ესეც არის, მაგრამ მე ახლა სხვა რამეს ვგულისხმობ. მინდა რომ ჩემს დედიკოს ჩავეხუტო იმ დროში, რაც მაშინ არ გამიკეთებია. მე ვცდილობდი რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვური რაც შემეძლო. მაგრამ რა თქმა უნდა იყო ბევრი მომენტი, როცა არ მისმოდა მისი და ან როგორ უნდა გამეგო მისი. მე ვიყავი ბავშვი და სხვა რაღაცები მინდოდა, მაგრამ ხშირად ვრჩებოდი მარტო ჩემს დასთან და ძმასთან ერთად და მე ვიყავი ის, ვინც ესე პირდაპირ არავინ გეუბნება, რომ იცი რა, შენ ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ როგორც კი დედიკო გადის სახლიდან, შენ უკვე აღარ ხარ იმ როლში და თითქოს სხვა რაღაცა ხდება შენ ცხოვრებაში, რაღაცა სხვაგან გადაერთე, მორჩა. ანუ ეს არის რაღაცა თამაში და რაღაც როლი გაქვს და შენ უბრალოდ უნდა შეასრულო შენი როგორ ხდება. სანამ დედიკო არ მოვიდო და მე არ ვიყავი მშვიდად, მე არ ვიყავი, როგორ გითხრათ, ამას ახლა ხო არავის არ მოვუყვებოდი უბრალოდ და არც ის კი არა, არც ვიცოდი რომ ეს ყველაფერი არის ჩემში, ანუ ეს დრო რო გავიდა, მე ვიხსენებ, მე ვაანალიზებ, ჩემთვის თუ რთული იყო, ახლა წარმოიდგინეთ დედისთვის როგორი იყო ეს. მე ვიყავი დიდი ბავშვი, ასე ვთქვათ, ზრდასრული ბავშვი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოება სახლში. სანამ დედა არ არის, გააკეთოს რაღაცები. ჩემთვის ეგ არ იყო პრობლემა უფრო სხვა რაღაცა მგონია. მაგრამ მე გამიჭირდა ძალიან, რომ ყოფილიყავი იმ დროში, იმ ასაკში, ჩემი სურვილები, ჩემი ოცნებები, ჩემი რაც მე მაინტერესებდა თითქოს ეს ყველაფერი სადღაც კი არ დაიკარგა, იცით, სადღაც ფარფატით, მშვიდად დანებდა, ასე ვთქვათ, რაღაცა ტალღას და დაესვენა. და მე ვერც კი გავაცნობიერე, რომ უკვე მაშინ დავნებდი ყველაფერს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი რაც ადამიანებს შემდეგ ცხოვრებაში გვემართება და რა როგორ ვითარდება, ეს სწორედ იმ ყველაფრის შედეგია. რასაც დროულად ვერ ვიაზრებთ. ახლა მე ამ ყველაფერზე რატო დამეწყვეტით ეს დღეები მქონდა განცდა, რომ აი თურმე რა რთულია, ანუ აქამდე ვცდილობდი გავქცეულიყავი ამ აზრს, რომ მე რაღაცა უნდა ყველაფერს გავუძლო და მე რაღაცებს მაგარი ვარ. ანუ აი მაგარი გოგო ვარ ახლა მე რომ აი ამას ვაკეთებ და ესე და ესე ამ აზრებს მე გავურბი ვარ მუდმივად და გავურბოდი. ეხლა ცოტა ეს ჩემი არხი რომ აქვს და რაღაცებს რო ყვები, იქ მე ვიღაც რაღაცას მეუბნება, აი საშინლად თავიდან ეს საშინლად მოქმედებდა ჩემზე ის კარგი კომენტარი. რომ აი შენ ესეთი დედა ხარ, ან ესეთი გოგო ხარ, აი რა მაგარი ადამიანი ხარ, რაღაცა და მე იცით როგორ გითხრათ, განა ის რომ მე ცუდად ვღებულობდი ადამიანებისგან ან რაღაცა უბრალოდ იმდენად შფოთვა მეწყებოდა ამის გამო, რომ არა მე არ მინდა ვიყვანო, მე ეს იყო ჩემთვის აღიარება იმის, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება, რომ ეს ყველაფერი არ მორჩა მაშინ. იგივე შეგრძნება, იგივე თითქოს მაშინაც ვიბრძოდი უსაფრთხოებისთვის, ვიბრძოდი ვდარდობდი. დედაზე. მე არასოდეს არ დამავიწყდება დედა ჩემი ხამ-ხამობით როგორ ტიროდა. ძალიან მინდოდა დავხმარებოდი, ძალიან. მაგრამ პირიქით გამოდიოდა, საყვედურობდი, ვეჩხუბებოდი, ვბრაზობდი, რომ ის მისი არ ვიცი რატომ ეს ხდებოდა, მაგრამ ასე თუ ისე, ანუ შეიძლება სიტყვებით არა და რაღაცა ფიზიკური ესე ვთქვათ ჩახუტებით და იმით არა, მაგრამ ჩემი საქციელით გვერდში დგომით, გამხნევებით, როცა საჭირო იყო. არ ვიცი, იცის თუ არა მან ეს, რომ მე ამ ყველაფერს მართლა ვაცნობიერებდი და ვგრძნობდი ყველაფერს და განვიცდიდი, მაგრამ არ ვამბობდი. ერთხელაც დადგა ისეთი დღე, როცა მივხვდი, რომ დედა ართლაც რომ ძალიან კარგი გოგოა. ძალიან კარგი გოგოა, იმიტომ რომ მას შეეძლო თავისი შვილები დაეტოვებინა ბებიასთან, დედამისთან. ბებია სიხარულით გავიწვია ჩვენ. შეეძლო დაეტოვებინა მამა ჩემის სახლში, იქაც დავდიოდი ბებიასთან და ბაბუასთან, მთელი ბავშვობა იქ გავატარე. საცხოვრებელი და ის არ იყო პრობლემა. მაგრამ მან არჩია თავის გზაზე წასულიყო, თავის შვილებთან ერთად და ალბათ ეს იყო ჩვენი გზა. მან აირჩია ჩვენთან ერთად ყოფნა. და ჩვენთან ერთად გაევლო ეს გზა. რთული დღეებიც, კარგი დღეებიც. ბედნიერი დღეებიც კარგად მახსოვს. და ალბათ ყველაზე მტკივნეული ამ ყველაფერში ჩემი დის ამბავია და ამიტომაც ვერასოდეს ვერ იქნება ვთქვათ ეს მოგონებები ისეთი ფერადი. იმიტომ რომ არ მავიწყდება დედა ჩემი. როგორ ტიროდა ხამ-ხამობით.
ჩემი დისკა. მე მოხდა ის, რომ უბრალოდ ისევ და ჩემში დარჩა. და მე ახლა ადამიანები როცა ვიღიმი, როცა ვიცინი, როცა რაღაც ამბავს ყვები, ვხუმრობ, მაშინაც კი მეუბნებიან, რომ რამე ხომ არ მოხდა. სევდიანი თვალები რატო გაკიტირე და ძალიან ხშირად არის ის, რომ არ მიტირია და არ ვიცი, ეს მაფიქრებინებს ყოველთვის, რომ ისევ და ალბათ ადამიანში ესე ერთხელ რო დაიბადება, ესე სიღრმეში როგორი რაღაც ბედნიერი მომენტებიც არ უნდა შექმნა ხა სრულად ბედნიერი, რა ვიცი, ცხოვრება ესეთი არ არის, ადამიანი ხან სევდიანია, ხან მხიარულია და ალბათ ეს ბალანსი უნდა იყოს კიდევაც. მაგრამ ეს მუდმივი სევდა, რომელიც თანსდებს შენს ღიმილსაც კი უფრო მეც ამბობს შენზე, ვიდრე ის, რასაც შენ ყვები. და უთქმელი ყოველთვის რჩება ხანდახან ყველაზე მთავარი. თუმცა ბრძენი ადამიანებისთვის, უბრალოდ კარგი მსმენელი ადამიანისთვის, კეთილი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს რაღაცა აზრი, არსი, რაღაცა სიკეთე, არ ვიცი, რაღაც სინათლე. მისთვის ის თავარი სათქმელი არ არის განსაზღვრელი, რომ რაღაც გაიგოს შენზე. ეს იცით როგორი რამეა? იმისთვის რომ გაიგო რა არის სხვა, აუცილებელი არ არის რომ მთლიანად სხვაში შეხვიდე. საკმარისი ანაპირთან დადგე და ეს ტალღები შენს ფეხებში აკაფდეს და იგრძნობ. როგორ სუნთქავს, როგორ გრძნობს, როგორ მოძრაობს, როგორი თავისუფალია, ხან მშვიდი, ხან მღელვარე, მაგრამ ისეთი ბუნებრივი, როგორიც უნდა ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, როგორც გაჩნდა, როგორც მისი არსებობის განმავლობაში, როგორიც იყო მისი ყოფნა. და რა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ზღვა, ოკეანე, ტყე, ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, დროში, სივრცეში, გარემოში, დაბადებიდან იმ მომენტამდე, როცა უყვებით ამ ამბავს. რაღაც რამოდენიმე წელი ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად დაბლოკილი არის, ჩემი მეხსიერებიდან გამქრალია და ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, ძალიან ბევრჯერ. ვიჯექი და გავიხსენე. მახსოვს, რომ დავდიოდი მაგალითად, ერთი პერიოდი დავდიოდი ეს თეატრალური აკადემია რო არის. ეს მახსოვს, წარმოიდგინეთ, მარტო ეს მახსოვს. დანარჩენი რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი და მე მივხვდი, ჩემ თავს ვკითხე და მივხვდი, რატომ? რა იყო ეს, რატო არ გახსოვს, რას აკეთებდი, როგორ ცხოვრობდი, როგორ არსებობდი და ასეთი პასუხი გამცა. მეძინა უბრალოდ. რეალობას გავეკეცი და მეძინა, არ მინდოდა.
არ მინდოდა გამეაზრებინა, იმიტომ რომ იმ მომენტში ვერ ავიტანთ, იმიტომ რომ ვერ გავოცლებთ, იმიტომ რომ ჯერ უნდა აღმედგინა ჩემში ის დაკარგული ძალები. მოკლედ, არ ვიცი. მადლობა უნდა უთხრა ჩემს თავს და იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი კომენტარებით გამირჩევიან, სადაც მე თავს უხერხულად ვგრძნობ ძალიან. სადაც ჩემს დიდობაზე, ჩემს ადამიანობაზე, რაღაცაზე ამახვილებენ, რასაც მე არასოდეს არ ვაკეთებ, არსად ზოგადად ცხოვრებაში არასოდეს არც მეგობრებთან, არც ისე, არც მე არ მახასიათებს, რომ თქვა, რომ აუ, რა მაგარი მეგობარი ვარ და რა მაგარი მეზობელი ვარ და რა მაგარი ადამიანი ვარ. აუ, რა ჭკვიანი ვარ და რაღაცა ეგეთი. ერთადერთი ძალიან ვარ ხოლმე ესე ჩაჭიდებული ჩემს აზრებს და მე რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ. ეს არის მნიშვნელოვანი, ამას დავაფიქსირებ და ვიტყვი. იმიტომ რომ ეს არის რაც გამაჩნია. ეს ვარ. მე ვფიქრობ ადამიანი რას ფიქრობს და რას გრძნობს, ის გააჩნია მას. სხვა არაფერი. ახლა ეს მაცვია, ეს რაღაცა შეიძლება მეკეთოს და მეჭიროს ხელში, მაგრამ მე ეს არ ვარ. ეს ვიცი ზუსტად. მადლობა უხერხულობისთვის, რომელსაც ხანდახან ვგრძნობ, მაგრამ ვისწავლე ადეკვატური რეაგირება ამ ყველაფერზე და ეს კატომ მითხრა ერთხელ სხვათა შორის. რაღაცაზე იყო, მე მგონი რაღაც კომენტარი წავიკითხე, კატოსთან მიყავი, მგონი ზუსტად არ მახსოვს კონტექსტი, მაგრამ კომენტარი იყო, მგონი რაღაც გამეთიშა. მე ადგილი აღარ მქონდა. ესეთი კომენტარი იყო, რომ საკარგი დედა ხარ რაღაცა და ეს თავიდან ცოტა ისე მესმოდა ხოლმე და ეს როცა შენ არ ფიქრობ საერთოდ რა კარგი დედა ხარ თუ ესე პირიქით სულ რაღაცის გამო სულ გაქვს რაღაც დანაშაულის გრძნობა რაღაცას ვერ აკეთებ კიდე რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს არის ჩემი შვილები რას გრძნობენ ეს არის უმთავრესი ამიტომ ყოველთვის თვალებში ვუყურებ არა უკვე აღარ მჭირდება ყურებაც კი იმდენად ვგრძნობ მე უკვე როგორ ვეტყვი ის როგორ მიპასუხებს და რა თქმა უნდა ეხლა პატარები არიან ძალიან ლიუ და ლუსი და მათთან ცოტა ჯერჯერობით ხო ეს არის პროცესი სწავლის და დიდებთანაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმათ უკვე აქვთ რაღაცა თავისი პიროვნული უფრო ცოტათი უფრო დასრული ვიდრე ლიუს და ლუსის და ჩემთვის ეს არის მთავარი რომ მე ვარ როგორ გითხრათ სულ ვცდილობ რომ ვიყო ფაქიზი მე თვითონ ვარ ისეთი შეიძლება ბევრ ადამიანს მე ბევრჯერ ძალიან ცუდად მიგრძნია ამის გამო თავი რეალურად ცხოვრებაში ახლობლებთანაც დაცდობებთანაც რაღაც ვფიქრობ რომ ეს ჩემი სიფაქიზე არ ჩანს ან არ ვიცი ვერ ხედავენ თუ რამდენად შეიძლება ფიზიკურად მე ესე გამოვიყურები მათ თვალში არ ვიცი და შინაგანად ალბათ რაღაცა შეგრძნება უნდა შეგეძლოს ამისი ხა მე ვერ დავდგები და ვერ ვიტყვი ყველაფერს რომ მე იცით რა ახლა ესე ვგრძნობ მე ახლა ესე ვგრძნობ და ესეა ჩემთვის ეს ცოტა რთულია იმიტომ რომ ყველა ადამიანი ისეთია როგორიც არის უბრალოდ შენ უნდა იპოვო შენი ადამიანები რომლებიც შენში იმას დაინახავენ რაც ყველაზე მთავარია ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი არის ეს სიფაქიზე ურთიერთობაში თუ ადამიანი არაფაქიზად მომექცა ეს ბჭყალებში ვამბობ ხა მაინც ამ სიტყვის დატვირთვა არ არის ესე
არაფაქისში იგულისხმება, რომ არ გაითვალისწინოს ჩემი განცდები, გრძნობები, ვინც არ უნდა იყოს, მე რა თქმა უნდა მაინც მეყვარება, რა თქმა უნდა მაინც ძვირფასი იქნება ჩემთვის, მაგრამ შინაგანად მე მოვწყდები იმ ადგილს, იმ ადამიანს და ჩემთვის შეიძლება აქ ვდგავარ, მაგრამ ჩათვალეთ რომ სადღაც მივდივარ, უკვე გზაში ვარ. ეს ჩემთვის არის უდიდესი ტკივილი. ხო, ალბათ ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონია ესეთი, არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში ეს არის ის სიფაქიზე, ის სიზუსტე შეგრძნების, რომ აი სად აღარ ატკინო ადამიანს, ანუ რთულია ძალიან, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან უხეშები არიან. და ვერ წარმოუდგენიათ, რომ შენ შეიძლება რომ რაღაცა ხო, პირიქით ისინი გეტყვიან, რომ არ უნდა იყოს ესეთი მგრძნობიარე, არ უნდა იყოს ესეთი ემოციური, სხვათა შორის არა ემოციურობა და არა ემოციურობაზე ესე რაღაცნაირად საუბარი თითქოს ტრენდული გახდა, რომ ადამიანები თავს იწონებენ, რომ აი მე არ ვარ ემოციური და ვერც კი იაზრებენ რას ნიშნავს ეგ. ეს იგივეა შენ თქვა, რომ შენ სული არ აგაქვს. იმიტომ რომ სული ეს არის ემოცია, ეს არის გრძნობა, ეს არის სიფაქიზე. ეს თუ არ გაქვს, ეს სინათლეა. რა თქმა უნდა, ეხა ემოცია ახლა მე ემოციური არ ვარ, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ როცა ემოციური არ ვარ სიძახიან, გულისხმობენ ზუსტად იმას, რაზეც მე ვსაუბრობ, თორე იმას კი არ გულისხმობენ, რომ აი მე არ ვბრაზობ, აი მე არ მძულს, აი მე არ მეზიზღება, არა, ეგ ემოციები აქვთ. ეგ ნორმალურია და მოსულა. აი, რომელ ემოციებზე, ემოციურობაზე ამბობენ იცით, ვინმე სიყვარული. რაღაცა ნაზი გრძნობები, რაღაცით გატაცებული იყო, რაღაცით აი ამაზე ამბობენ, მე ესეთი არ ვარ. ესეთი თუ არ ხარ, ძალიან მწუხვარ. ცოტათი მაინც მე იმას კი არ ვამბობ, რომ ადამიანი ხა ჩემსავით, მე როგორც უგრძნობ, ისეთი სიღრმე უნდა ჰქონდეს და უნდა ჩაიძიროს იქ. მაგრამ ნუ გვახარებს ის, რომ ემოციურები არ ვართ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ არა გვაქვს თანაგრძნობა, არა გვაქვს გულგრილები ვართ, ეგ პირდაპირ გულგრილობას ნიშნავს და გულგრილი ადამიანი ამას გრძნობენ შვილები, ამას გრძნობენ მეგობრები, ამას გრძნობენ ჯერ არ მოსული შენთან ადამიანები, ჯერ კიდევ არ გაცნობილები, წარმოიდგინეთ. არ ვიცი. ეს რთულია. ამის გამო ბევრჯერ მტკენია გული და ვიცი ბევრჯერ მეტკინება, მაგრამ ადამიანმა უნდა მიიღოს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის და მე ესეთი ვარ. ჩემთვის ესეა. მე შეიძლება სრულიად მარტო დავრჩე. და იმას არ ავირჩევ, რომ არ ვიყო ესეთი. აი არ ვიყო, მე აი უზრდელი რომ ვიყო, მაგ შემთხვევაში ავირჩევდი, რომ არ ვიყო უზრდელი, იმიტომ რომ ჩემთვის ესეთი აღქმა არის, რომ უზრდელი როცა ვარ, ცუდად ვგრძნობ თავს, ანუ მე თვითონ ვგრძნობ თავს ცუდად. არ მომწონს, თუმცა ესეთი უზრდელობა არ ვიცი ახლა როდის მოგცეულ არ უზრდელურად ბოლოს უფრო უხეშად ალბათ, მაგრამ ადრეც მithქვამს ბევრჯერ და კიდე გავიმეორებ, რომ ურთიერთობები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემეცნების გზა, ყველაზე ნამდვილი, რაც გინდა ის წაიკითხე, რასაც გინდა იმას უყურე. შენ რასაც ამბობ და ხანდახან რასაც არ ამბობ, მაგრამ აკეთებ, ხანდახან დუმილით აკეთებ, ხანდახან ღიად, ხანდახან ისე, რასაც ჩადიხარ შენს ფიქრებში. ან შენი ხელებით გააჩნია. გააჩნია დღეს, გააჩნია ადგილს, გააჩნია რა გამოძრავებს.
მაშინ მითხრა კატომ. მე ვთქვი რომ მეთქი ესე რატომ მიწერენ, მეთქი ძალიან უხერხულად ვგრძნობ მეთქი თავს, რომ ესე მაქებენ და აი კარგი დედა ხარ და რაღაცა ძალიან ისე ვგრძნობ მეთქი თავს. მე მგონი არ ვარ მეთქი. კატომ ისი რა მითხრა. განა დამიწყო იმაზე რომ აი შენ ესეთი ხარ და ისეთი ხარ. ეგ ხო ფაქტი არის. და არა კომპლიმენტი. და არა შეკება. ეგ არის სიმართლეო და არა შეკებაო ესე მითხრა და რო დავფიქრდი სიმართლე რას ნიშნავს და ფაქტი და შევადარე ისინი და ეს და რაში გამოიხატება ეს სიმართლე და ანუ რამდენად შეესაბამება მე მესაუბრა ამაზე რაღაცები მითხრა მივხვდი რომ ანუ ეს არის სიმართლე და მე ვერ ვარყავი ის და ვერ ვთქვი რომ არა მეთქი ეს არ არის სიმართლე იმიტომ რომ ეს იყო სიმართლე კი ხანდახან მეწახცეულიც ვარ ხანდახან მეცრემლიანიც ვარ ჩემი შვილებმა იციან რის გამო ვტირი მე მათ ვერ მოატყუებ იმათმა იციან რომ მე მღერი ანუ დედა მღერის იცით ეს რას ნიშნავს დედა მღერის დედა ვარჯიშობს დედა ცეკვავს დედა წერს დედა კითხულობს ლუკა მოდის ხომ და Ты что любишь читать? მეკითხება, შენ უკითხვა გიყვარსო და მეც ვეუბნები კი მეთქი, ხა ისე ხშირად არ ვკითხულობ თითქოს, მაგრამ რაღაცნაირად რო ვკითხულობ ხოლმე ამჩნევს და მოდის და მეკითხება. აფიქსირებს იმას, რომ მე ვკითხულობ თითქოს ეს აი არ ვიცი, ამას ძალიან კარგად ხედავს, თუ არ ვიცი მოსწოს თუ როგორი. ისინი ხედავენ, რას ვაკეთებ მე, ხედავენ რომ მაქვს ჩემი არხი, ლუკა მოდის ხოლმე და ეხა უცებ მახსენდება და გეუბნები, ძალიან სპონტანურია ეს ვიდეო, მართლა წარმოდგენა არ მაქვს ხოლმე, როცა ვიწყებ საუბარს, რას ვიტყვი, რას მოყვები, უბრალოდ რაღაც მომენტები ვიცი, რამაც გაიღვიძა ჩემში და მინდა რომ გაგიზიაროთ. მობილური მომიტანს მობილურს და ახ შენ მღერი ხარ? ეუნება აჩვენებს რომ მღერი ვარ იქ რაღაცას რო დავდებ YouTube-ზეა გამოწერილი არის არხი და როდესაც დავა ნახე და მე ვათვალიერებთ რაღაცებს ანუ იცის რომ მე ღამე ეხლა მაგალითად იციან რომ აი ვიდეოს რო ჩავწერ მე ეს ისიც ვუთხარი თავიდან არ ვეუბნებოდი ვუთხარი რომ მეთქი ეს არის ჩემი სამუშაო და მე გადავწყვიტე რომ ამ დილით უნდა ვიმუშაო ან საღამოს უნდა გავაკეთო ეს რომ მე მქონდეს ხელფასი. ესე ვუთხარი ბავშვებს, რომ სწოდნოდათ, რომ დედა აქედან ამას მარტო იმიტომ არ აკეთებს, იციან რომ ეს მომწონს ეს ბევრჯერ მithქვამს. მაგრამ მათ იციან რომ ეს არის ჩემი საქმე. ერთ-ერთი. გარდა იმ ყველაფრისა, რასაც ვაკეთებ სულ. მათ იციან რომ მე მყავს მეგობარი და მიყვარს ის იციან როგორი ნივთები მიყვარს იციან რომ სიმღერებს უსმენ რაღაც ანუ მიცნობენ ცუდად არ ვექცევი ჩემს შვილებს ანუ ცუდ სიტყვებს არ ვეუბნები არ ვეჩხუბები რამე გატკდება, რამე გაფუჭდება, ანუ შფოთვას არ ვმართებ ჩემი და ეს ყველაფერი რაც მე მიმაჩნდა რომ აი ეს სამყარო უზარმაზარი იყო და ეს ყველაფერი იწვევდა შფოთვას რაღაცა ეს ყველაფერი რეალურად არ არსებობდა უხეშობა არსებობდა ის რომ ადამიანები თავისთვის დადიან განა ის რომ შენ ვინმე რამეს გიშავებს სპეციალურად არა უბრალოდ სამწუხაროდ ადამიანებმა არ იცოდნენ ყველამ არა მაგრამ არ იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვერ გრძნობდნენ რომ შენც უკვე დიდი ხარ შენ ყველაფერს გრძნობ ისე როგორც ისინი ხო აი ასე მითხრა კატომ და ეს სიმართლეა ისიც მითხრა ვინც იმ სიმართლეს ვერ ხედავს ან ხედავს და არ შეუძლია აღნიშნოს ან ვინმე რო აღნიშნავს ეს აღიზიანებს ვიღაცას იმ ვიღაცას უბრალოდ რაღაც პრობლემა აქვს
ჩემი პატარა ლეკუნა ჩემს დედიკოს ეუბნება მადლობას ყველაფრისთვის და უხდის ბოდიშს ყველაფრისთვის. ძალიან ის მე ამბოხე ვიყავი. ძალიან. ერთადერთი რასაც სულ ვიცავდი ის იყო ჩემი აზრი და პოზიცია. და არასდროს არ დამითმია. რაც არ უნდა არასწორი, უმეტესობა საერთოდ არ ფიქრობდა ისე როგორც მე რაღაცა არ ვიცით რა არ ვიცი. რანაირად ხდებოდა ესე, მაგრამ ესე იყო, რატომღაც სულ მიწევდა ან არ ვამბობდი. უბრალოდ როცა არ ამბობ ის უფრო ცუდია, იმიტომ რომ ცუდი დამოკიდებულებაა შენ ფიქრობ, რომ ეხა ესენი ესე ფიქრობენ და იფიქრონ. ანუ არადა შენ უნდა გაუზიარო, უნდა უთხრა იქნება და ისინიც იფიქრებენ ესე, მაგრამ მაშინ არ მინდოდა ეს. რაღაცა გამოცდილებების გამო აღარ ვუსნიდი ადამიანებს რეალურად გულისიღრმეში რაც მქონდა. ახლა რა თქმა უნდა თუ ვინმესთან ესეთი ახლო ურთიერთობა მაქვს ყოველთვის გახსნილი ვარ და მე ვისწავლე საუბარი, მე ვისწავლე ლაპარაკი, მე არ ვარ ისეთი გულშათხრობელი, თუმცა ძალიან ბევრი რამე არის ისეთი რაც უთქმელი დარჩება სამუდამოდ და მარტო ჩემთან დარჩება და არასოდეს არავის არ ვეტყვი. არავის. ძალიან ბევრი რამე არის, რა თქმა უნდა ისეთი, მაგრამ ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რამე ესეთი. არ მეშინია. როცა მეშინოდა რაღაცის სულ მაგას ვამბობდი, არ მეშინია, თანხმა მაღლა, არ მეშინია. არ მეშინია ხანდახან. კიდე ვიცოდი რომ ღამე მეშინოდა სახლში და ხო გითხათ რომ არ მეშინია, მეთქი მოგატყობთ, ხანდახან მაქვს. ხანდახან არის რომ მეღვიძება და მეშინი. და მაგ დროს ძილი არ მიყვარს ძილი როცა მეშინია. პირიქით, მინდა რომ გამოვფხიზლდე და გავაცნობიერო რომ არაფერი არ ხდება და დავიძინო ისე რომ აღარ მეშინია. ავდგები მაგალითად გავივლი ეზოშიც გამოვალ არ არის რაიმე რეალური ისეთი მიზეზი, მაგრამ ეს არის განცდა არის უბრალოდ არსაიდან არა ეს შენში არის, მაგრამ ერთადერთი გზა იმისთვის რომ შიში დაამარცხო ეს არის რომ მიუახლოვდე მას და უთხრა პირდაპირ რომ არ გეშინია და თუ გეშინია არა უშავს, მაინც უნდა უთხრა, უნდა იცოდეს რომ შენ მის პირისპირ დგახარ და არსად არაპირებ წასვლას. სამზარეულოში მაქვს საქმე. რეალურად დაღლა მომიყვანა ალბათ აქამდე. დღეს ვფიქრობდი როგორ ეღლებოდა დედა. ალბათ, უცებ ვიგრძენი დედად თავი. მე ხო დედა ვარ, მაგრამ არა, მე უცებ ჩემი დედიკო გავხდი. ჩემი დედიკო უცებ იქ ვიდექი და ვფიქრობდი, აი ის ამას გრძნობდა. ამას გრძნობდა ყველაფერს. ეს ყველაფერი მან განიცადა. შეიძლება გაცილებით უფრო მძაფრად. იმიტომ რომ შენ ბევრი რაღაც იცი ახლა. ბევრი რაღაც გაიგე ადამიანის შესახებ, ფსიქოლოგია, ის რაღაცები, ძალიან ბევრი რამე 10 წლის წინ საერთოდ ეს რაღაცები არც ვიცოდი, რაც ახლა მე 10 წლის განმავლობაში გეფიცებით 25-26 წლიდან, 26 წლიდან ალბათ აბსოლუტურად, თუმცა შინაგანად რა თქმა უნდა მე იმ ადამიანად დავრჩია, რომ რაღაცა მე ამბუხე და რაღაცა ეძებ შენს თავს.
მაგრამ 10 წლის განმავლობაში მე რაც ვიკითხე, რაც გავიგე, რაც საერთოდ გაგება ძალიან გულუბრყვილო ვიყავი ძალიან ბევრ რაღაცაში. ეხლაც ვამჩნევ ხანდახან მაგას, მაგრამ ეგ არის უკვე ის ნაწილი, რომელიც არ უნდა დაკარგო. ხანდახან რომ თავს სულელად გრძნობ, მოტყუებულად, აი ვიღაცისგან, მაგრამ პირველი რა თქმა უნდა ის არის რომ რატო რაღაცა გეწყინება, მაგრამ მე უცებ აღმოაჩენ რომ შენ როგორ დაგემართა, ანუ შენ რა გჭირს და ხვდები რომ ესე ჯობია ალბათ. მაინც რო გჯერა ადამიანების და არ ვფიქრობ იმაზე რომ აი რავი როგორ გითხრათ, არც იმაზე არ ვფიქრობ რომ ვენდობი ადამიანს, არც იმაზე რომ არ ვენდობი, უბრალოდ ვარ. რაღაცა ძალიან ბევრჯერ ვიგრძენის, რომ ადამიანებს რაღაცა სჭირთ, აი თავიანთ იმეებში არიან, რაღაცებს ფიქრობენ, შენთან ურთიერთობას რო იწყებენ, არ ვიცი შიშები აქვთ, კომპლექსები აქვთ, თუ რა აქვთ, ეძებენ მიზეზებს, რომ რაღაცა აგიშარდნენ არა, საკუთარი თავისთვის ეძებენ მიზეზებს გაამართლონ, თუ რატომ აღარ უნდა შენთან ურთიერთობა, არა ურთიერთობა არ უნდა ცოტა ესეთი ნათქვამი არა. უფრო აი რატომ არ მოსწონხარ, რომ გაამართლოს როგორმე, რომ ის მომენტი რომ მოეწონო, უფრო რთულია მისთვის, ვიდრე ის რომ არ მოეწონო. აი თითქოს არჩევანს აკეთებენ, განა ის თუ გრძნობებს მიენდოს, განა ის რომ რაღაცა გამოცდილება მიიღოს შენთან კომუნიკაციის დამდვილი. არამედ უბრალოდ აი რაღაცა ეს მიგრძნია და მეთქი გამკვირვებია, მეთქი რა ხდება. გავიხედე, გამოვიხედე, არაფერი არ გამიკეთები, რა მოხდა. ეს იმიტომ რომ ყველა თავისას დაატარებს თავის ხურჯინს და ყველას რაღაცა მოლოდინი აქვს ისეთი, რომ შენ ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც მას წარმოუდგენია, რომ ეს არის მისთვის იდეალური. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მომისმინეთ, არ ვიცი ვინმე თუ მომისმინეთ ამდენი ხანი. არ ვიცი რომელ არხზე დავდებ, ალბათ მესია კონზე დავდებ ამ ვიდეოს. ასეთი ვიდეოების იქ დადება ძალიან მინდა. მინდა რომ ეს არხი არსებობდეს. არ ვიცი ჯერ რატომ. მაგრამ დრო გვიჩვენებს ხო? არაფერი ისე არ ხდება. მადლობა და წავედი. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მინდა დღეს მოვრჩეს რაღაცები და მე სტრიმს ჩავრთავ ალბათ. თუ მივანებო თავი და ხვალაც ბევრი საქმე იქნება, ანუ ვიცით ყოველ დღე აი ამ ყველაფერში, აი ამას ვგრძნობდი და იმიტომ მოვედი რომ მეთქი მოვწყდე ახლა და გავაკეთო რამე რაც მინდა. ეს არის ცხოვრება. იცხოვრო იმ წესებით, რაც დაგხვდა ამ სამყაროში, რადგან სხვას ვერაფერს ვერ ისამ, მაგრამ დაიჯერო მომენტი, როცა რაღაც მომენტში რაღაცის გაკეთება გინდა და ის მარტო შენია, როგორც შენ გინდა ისე გააკეთებ იმ მომენტში. წავედი. ბედნიერებას გისურვებთ ყველას.